ეხლა ვფიქრობ, რომ არის ეტაპი, რომ საქართველოს ნაკრები შენების პროცესში არის, რომ ქართულ ხალხს ისევ მოუტანონ სიხარული და მე ძალიან დიდი იმედი ვარ, რომ ამ ნაკრებს შესწევს იმის ზალა, რომ მომავალში ქართველი ხალხი გაახვევს. ბულგარეთში რა იქნება ნაკრების მიზანი? ხო, სამ დღეში თამაში გვაქვს, რა თქმა უნდა, დღეს ცოტას განწუხრებულები ვიქნებით წაგების გამო, მაგრამ ხვალიდან უკვე პოზიტიური განწყობით უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ბულგარეთში ბოლო თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალი წლისთვის პოზიტიური განწყობა შევიქნათ. და ხო, როგორც ყოველთვის ნაკრებში მნიშვნელოვანი თამაში არ არსებობს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს და ვფიქრობ, რომ ჩვენს ასიკეთოთ ამ თამაშს. და ბოლო შეკითხვა სახალხო ფეხბურთელს ხალხს ეკითხვის გარეშე ვერ გაუშვებ. გულშემატკივარზე რადგან? ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩა და თამაშის შემდეგ გაგვახმოვა. და როგორც უკვე ვთქვი, ხალხს უნდა იმედი ჰქონდეს ამ ნაკრების, იმიტომ რომ ამ ნაკრებს აქვს პოტენციალი, რომ კიდევ ერთხელ გაახაროს ქართველი გულშემატკივარი. მადლობა და წარმატებები ბულგარეთში.